მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ ვნახოთ თქვენი პირადი ცხოვრება, რაც ცვლილება მოხდება ერთი თვის განმავლობაში. მოდით ვნახოთ მომდევნო თვეში, ეხლა მთლიან პროგნოზს დავდებ მე იქ ჩვენს დიდ არხზე და აქ მინდა რომ გავაკეთო ასეთი მინი პროგნოზი თქვენი პირადი ცხოვრების, რომელიც იქნება აქ მიდის რაღაცა ტკივილი, რაც გქონდათ გულში მიდის. მოდით ნახოთ ეხლა თქვენ ამ წუთში რა ენერგიებში ხართ, რომ გავიგოთ, რომ თქვენი გაშლა თუ არა ვიპოვოთ ჩვენ ახლა დედოფალი. ამდენჯერ მოდით ვიპოვოთ იმპერატრიცა, ხო, რაღა დედოფალი, ხო? ნახოთ ეხლა ბევრს არ მოგიყვებით. გადავხედოთ უბრალოდ, აქ ნახეთ ახლა თქვენ ცხოვრებაში ეგრევე მაჩვენებენ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მამაკაცი, აქ არის იმპერატორი გამოვიდა იმ წუთში და თან კიდე ვიღაცა გადის სხვათა შორის ძალიან ისეთი კარმული გაკვეთილებს, კარმული ურთიერთობას რა, კარმული რას ნიშნავს, როცა შენ ხარ მიჯაჭვული ადამიანზე, თქვათ ეს ადამიანი გიყვარს, მაგრამ გადეხარ მაგასთან არა ისეთ ადვილ გზას რა და სადაც ეს ადამიანი გაჩენს შენ ყველანაირ შენ თქვათ უარყოფით მხარეებს. ეხლა ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკებთ ამაზე ცალკე, უბრალოდ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარს, ის არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თან ორი მაღალი არკანი გვაჩვენეს, რომ მასთან გადიხარ შეიძლება თქვენ სასიყვარულო გაკვეთილებს. იცოდეთ, იმპერატორი უკვე გამოჩნდა, არის თქვენ სივრცეში უკვე ადამიანი, რომელიც ნამდვილად თქვენთვის მნიშვნელოვანი არის. ზოგისთვის შეიძლება იყოს სხვაობა ასაკში რა. ვნახოთ კიდე ბას ჩვენი დედოფალი არა იმპერატრიცა მაინტერესებს. აქ მაჩვენებენ, რომ ეხლა ნახეთ პრინციპში რომ თქვენ ეხლა ასე მოკლედ რო ვთქვათ, ეს ადამიანი ძალიან ბევრ ტკივილს მოგაყენა, როგორც გვითხრეს, მაგრამ აქ გამოდიხარ თქვენ უკვე ამ მდგომარეობიდან. აქ სხვათა შორის ძალიან ბევრს მუშაობდეთ თქვენ ამ თემაზე და სხვათა შორის ძალიან ბევრი თქვენგანი გადავიდა უბრალოდ თავის თავზე გადაერთეთ რა, შეიძლება ფულის სფეროზე გადაერთეთ, ან თქვენ საქმიანობაზე გადახვედეთ, უფრო ეხლა ადეკი და დააყენეთ. პირველ რიგში მე ვარ, ჩემი კარგი ცხოვრება, ჩემი თქვათ სიუხვე და მე დანარჩენი ყველაფერი რა. აქ თქვენ თქვენს თავზე ბევრს მუშაობთ, აქ თუ არ მუშაობთ არა. მაგრამ არის აქ როგორი მომენტი, იცით, თქვენ ხართ ახლა არჩევანის წინ, შეიძლება აქ დაშორდეთ თქვენ ამ ადამიანს და რაღაც ძალიან მტკივნეულად განისეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არ არის ძალიან ისეთი ადვილი სიტუაცია თქვენთვის, მაგრამ არჩევანი რაში არის? დაველოდო თუ უკვე გავუშვა და უკვე ვთქვა, რომ всё დავკარგე მე ეს ადამიანი რა. აქ პრინციპში როგორ არის, კი გამოდის ეგრევე გამოვიდნენ ორივე დედოფალი, მე ხა კი ვეძებ იმას, რა ქვია, იმპერატრიცას, მაგრამ აქ მაჩვენებენ იმას, რომ თქვენ კი ძალიან გენატრებათ ეს ადამიანი და ძალიან თბილი გრძნობაც გაქვთ და პრინციპში გინდათ, რომ შეიძლება даже ზოგი სხვათა შორის შეიძლება იცნობ თქვენ მაგას ან ბავშვობიდან, ან შეიძლება ეს ადამიანი უბრალოდ წინა ცხოვრებიდანაც იყოს, მაგრამ აქ როგორი თემა არის, კი მენატრება, მაგრამ თქვენ არა ხართ აქ გაჩერებული, თქვენ არა ხართ იმ პოზიციაში, რომ მე ვზივარ ფანჯარასთან და ვტირევარ და ველოდები. არავითარ შემთხვევაში არა გაქვთ თქვენ ეს ენერგიები, არა. თქვენ როგორ ხართ, იცით, რომ პრინციპში კი გინდათ, რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს, ან გინდათ, რომ ამ ადამიანთან ეს თუ დაუშვათ, ეხლა სიტუაცია არანაირად არა აქვს ამას ძვრა, თქვენ გინდათ, რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს რა ეს სიჩუმე და დასრულდეს ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი და გამოჩნდეს რა ეს ადამიანი რა უკვე თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ თუმცა თქვენ ახლა ხართ როგორ ტრანსფორმაციული თემებში ხართ თქვენ თვითონ, იმიტომ რომ თქვენ ცდილობთ მაქსიმალურად არ იყოთ დამოკიდებული ამ ადამიანის ეგეთ თქვა საქციელზე, რა საქციელიც აქვს ხა, ან პირიქით უსაქციელობაზე რა. აქ ძალიან დიდი ბრძოლა მიდის თქვენი შინაგანი, მე გითხარით უკვე ძალიან ბევრს მუშაობ თქვენს თავზე, იმაზე რომ უნდა მოვერიო მე ეგ სიტუაცია, იმიტომ რომ თუ ადამიანი არის, იმიტომ რომ გვაჩვენეს რომ ეს პიროვნება მნიშვნელოვანია, გოგოებო, თუ პაუზა გაქვთ, არ ენერგიულად ძალიან აქ თხოვთ რა. ამ პერიოდში თქვენ პირიქით უნდა იმუშაოთ, აი ზუსტად იმ თემებზე, რას გაჩვენებდა ეს ადამიანი რა,
გაიგეთ ეს თქვენი პროგრამები და ყავდეთ თქვენი თავით, ხო? ანუ ისწავლეთ რაღაცები ახალი, სულ მაგას გეუბნებით, სულ რომ არ არის პარტნიორი მოსული ტყილა უბრალოდ, არ არის აქ სამუშაოდ ვართ, ყველა მოსული პარტნიორი უბრალოდ გვეხმარება. აგერ გამოდიხარ თქვენ ერთად რა, ანუ პენტაკლების დედოფალი და პენტაკლების მეფე, მაგრამ თქვენ კი, იმიტომ არის ადამიანი თქვენთან, თქვენ ჩემია, მაგრამ თქვენ ახლა აქ მარტოდ გრძნობთ თავს. კი ბატონო, მარტოდ გრძნობთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ან დიდი ხნის ვაფშე საერთოდ არანაირი კავშირი, ან არის როგორ იცით, ყოველ შემთხვევაში განცდები გაქვთ. Так, მე მინდა რომ ვიპოვო ეს ჩვენი იმპერატრიცასაც წავიდა ღმერთო. აქ სხვადასხვა ზოგი არის მზად იმისთვის, რომ მის ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოვედეს, კი. იმიტომ რომ პრინციპში თქვენ უკვე იმდენს, აი როგორ ხართ, იცით, ხან ხართ ისე რომ თქვათ ამას, ნუ მინდა გამოჩეს, ხან იძახეთ რომ ნუ თუ გამოჩდება სხვა, რა ვქნა, გადავერთობი. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ახლა გაქვთ აი ეს ტვინი დაკავებული ამ თემებით. თუმცა ეს მომწონს რომ თქვენ ხართ ნუ არ ზიხართ და მხოლოდ მაგაზე არ ფიქრობთ. ეს რაღაც პარალელურად მიდის რა. თქვენ საქმესაც აკეთებთ, მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ აქ ნამდვილად უკვე მიდის თქვენ ცხოვრებაში ცვლილებები, ნუ მაგარი სამსახურებრივი სხვათა შორის შეიძლება ხდება, ნუ როგორ არის იცით, დედოფალი მან ახად ღმერთო, დედოფალი მეთქი იმპერატრიცასაც წავიდა. თქვენ მაგას ისედაც კარგად ხვდებით რომ ეს ადამიანი თქვენ რაღაცებს გასწავლეთ ნამდვილად, ისიც მაჩვენებენ რომ თქვენ ამ ადამიანმა შეიძლება თქვენში ძალიან ბევრი რაღაცა ნიჭი გახსნა, ზოგი ეზოტერიკაში წავიდა და ძალიან მოხარულია და მადლიერი არის ამ მამაკაცის, რომ აი ეს ყველაფერი ეს ამ ტრანსფორმაციის მერე ნამდვილად თქვენ გამოხვედეთ რთული პერიოდებიდან, როცა შეიძლება ვაფშე არაფრის ძვრა არ იყო და ეხა დამშვიდდით, დალაგდით, აგერე იმპერატრიცა ღმერთო მადლობა გამოჩნდა. ნუ აი ეგ არის რომ აქ მაჩვენებენ ზუსტად ეთყობა იმიტომაც იყო ეს რომ თქვენ გადიოდეთ ცვლილებებს, მაგრამ სწავლობთ, მაგრამ ნელა. გაიგეთ? ანუ აქ არ არის ეს მომენტი რომ შენ ახლა გაიღვიძე და უკვე გახდე მაგარი თქვათ ახლა იმპერატრიცა. არა. აქ ადამიანმა საკმაოდ დიდი გზა გამოიარა იმისთვის რომ დღეს ყოფილიყო ის ვინც არის. ბევრ რაღაცებს სწავლობდით თქვენ ნამდვილად, ბევრ რაღაცას სწავლობდით და ეხლა როგორ ხართ იცით? არავის არ მივცე მე უფლებას რომ მე გამაჩეროს რა. ანუ არანაირად არავის არ მივცე მაგის უფლებას. ანუ თქვენ ხართ როგორ იცით, ეხლა ნამდვილად გინდათ წინსვლა, თქვენ ეხლა ბევრი რაღაცებს მოერიეთ და ეხლა უკვე როგორ ხართ, აი დაასრულეთ რაღაცა, ეს შინაგანი ბრძოლები უკვე დასრულდა. всё, მოდით ეხლა ვნახოთ თუ რაღაცები უკვე იცანით აქედან, თქვენი მოდით ნახოთ ეხლა თქვენი ცვლილებები პირად ცხოვრებაში რა გელოდებათ მაგ აი პერიოდში, რა პერიოდით ჩვენ ვთქვით. ხო? ნახოთ ეხლა რა გელოდებათ თქვენ. Так, აი ეს დასტავიღო ჯერ. ნახოთ აქ რა გელოდებათ თქვენ პირად ცხოვრებაში. რა გელოდებათ, ეხლა მინდა რომ ავიღო სხვადასხვა დასტები და ვნახოთ ეგრე რა. პირად ცხოვრებაში, პირადი ცხოვრება სხვათა შორის, ნუ ჩვენი საქმიანობაც ესეც არის ჩვენი პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ ზოგჯერ პირადი ცხოვრება, ნუ მარტო ურთიერთობა არ არის. ნუ ვნახოთ ეხლა ჩვენ ჯერ აქ რას გვაჩვენებენ. პირადი ცხოვრება თქვენი ამ უახლოს ერთ თვის განმავლობაში რა გელოდებათ. ნუ პირველ რიგში ეს თვის განმავლობაში მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ აქ ხართ როგორ იცით, ჯერ კი გაქვთ ფიქრები იმ ადამიანზე უეჭველი და აქ შეიძლება მოხდეს როგორი, აი ამ თვის განმავლობაში შეიძლება სხვათა შორის ეს ადამიანი გამოჩნდეს, არ გამოვრიცხავ მე, მაგრამ ან даже რას ვეთყოდი, იცით, აი ესეთი პერიოდი გექნებათ, რომ თქვენ შეიძლება იფიქრებთ უფრო სერიოზულად, ვთქვათ, ეხლა მე რამდენად მჭირდება ეს ურთიერთობა უფრო, სერიოზული რა.
მაგრამ ნახეთ რა ხდება ხო აი წყვილ არ მithქვამს მე ეს ნათქვამი არ იყო ტყუილე რომ გამოჩნდება შეიძლება გოგოებო აქ გამოჩნდეს ეს თქვენი ადამიანი მოვა შეიძლება ბოდიშსაც მოგიხდის და გეტყვის რომ მოდი თავიდან დავიწყოთ ან დაუშვათ რაღაცა ცვლილებას შემოგთავაზებს ეს ადამიანი რომ იმიტომ რომ შეიძლება გქონდეთ მაგაზეც წყენები რაღაცები ხო პროცესში მაგრამ აქ ადამიანი უნდა აი რაღაცა განახლებული ენერგიებით უნდა გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში უეჭვილით რა გეჭვიანობა არის მაგრამ თქვენ თვითონ როგორ იცით ეხლა აი ახალი თუ ძველი არ არის ახალი გოგოებო აქ არის ძველი პარტნიორი ძველი გამოჩნდება ну ნახეთ რა ხდება პრინციპში ეს არის თითქოს როგორ იცით ამ ეტის განმავლობაში თქვენ გექნებათ უფრო თვითანალიზი შეიძლება იფიქრებთ იმაზე რა გავაკეთო მჭირდება არ მჭირდება საერთოდ გამოჩნდება არ გამოჩნდება თუ გამოჩნდება უკვე მინდა სერიოზული ურთიერთობისთვის ну გამოჩნდეს რა კიდევ გეუბნებით რომ აქ არის კიდე ეს თემა შეიძლება თქვენ ზოგი ფიქრობთ რომ მე მინდა რომ ისე თქვა ეს გამოჩნდეს და მოინანიოს და ნამდვილად მიიღებთ თქვენ თუმცა იტყვით რომ დავიფიქრდები მაგრამ ზოგის არის აქ კიდე სიტუაცია რომ შეიძლება თქვენ მართლა ელოდებით აი ახალი ადამიანი რომ მოვიდეს ჩემ ცხოვრებაში პრინციპში ამაზეც დავფიქრდებით მაგრამ რომ გითხრათ რომ თქვენ სულთლად იქნებით დაკავებული ეხლა იმაზე რომ არიქა და ახალი პარტნიორი მინდა ამას ვერ ვხედავ იმიტომ რომ თქვენ მაინც როგორ ხართ იცით აი თითქოს როგორ უფრო მეტად ხართ თქვენ მიმართული იმაზე რომ დაველოდები მის ქმედებას აბა რას შემომთავაზებს მე ის რა აბა რას იზავს რამეს იმოქმედებს იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის იცით რომ მაინც უფრო გეტყვით რომ ელოდებით თქვენ მაგრამ აი ამავდროულად აი ახლა დღეს ასეთი თემა არის იმიტომ რომ ნუ ახლა ერთი ადამიანი ხო არ მიყურებს რა იმიტომ არის აი ეს ორი სიტუაცია ზოგი მართლა ელოდება იმას რომ ის ჩემი თქვათ გამოჩნდეს და ნუ რაღაცას შეცვალოს მართლა სიტუაცია და როდემდე უნდა იყოს თქვათ ხო იმ ენერგიებში და ზოგი ფიქრობს იმაზე რომ თქვათ ახლა ახალი მაგრამ აი კიდე ესეც არის რომ ხო გეუბნებით ნუ ვერ გავურბივარ მაგ სიტუაციას რომ შეიძლება იმასაც ფიქრობ რომ თუ არ გამოჩნდება და ახალი ადამიანი თუ იქნება ჩემ ცხოვრებაში ნამდვილად თუ არს არ ვეტყვი იმიტომ რომ აქაც ძალიან უკვე ეთყობა ნუ დაიღალეთ რა კი იმიტომ რომ აქ იყო როგორი მომენტი არის კი ბატონო შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდეს აი ვინც იყო წასული არ მოქმედებდა აქ არის დიდი ალბათობა რომ ადამიანი გამოვიდეს ანუ ეს იქნება უფრო იმათვის ვინც ძალიან ელოდება კი არის აქ ნამდვილად სიტუაცია რომ სრულიად მოულოდნელად ადამიანი რომელიც იყო ძალიან დიდ პაუზაში და ქონდა ბრძოლა შეიძლება იყავით თქვენ მასთან ძალიან დიდ მანძილზე ეს ადამიანი გამოჩნდება კი იმიტომ რომ აქ ადამიანი მიხვდა აი ამ პაუზაში ძალიან კარგად რომ თქვენ ხართ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მისი გულისული და მიხვდა რომ მე არა ვარ მზად იმისათვის რომ თქვათ ნუ დავკარგო რა ჯობია რომ ნუ ანუ დაანგრევს თვითონ ამ ბლოკს თუ ბლოკში თქვენ იყავით ან თქვენ თუ ყავდეთ ბლოკში ეს ყველანაირად ამ ბლოკებს დაარღვევს და გამოჩნდება უეჭველი იმიტომ რომ თქვენ აი ერთად გამოდიხართ ისევ წყვილად და თქვენ ახლა აქ ნახეთ იმპერატრიცა რომელიც ნამდვილად უნდა რა ნუ აქ მიხვდეთ რა სიტუაციაც არის უკვე პრინციპში შეიძლება ეჭვებიც გქონდათ რაღაცები მაგრამ აქ აი ესეთი ისტორია და მოდით კიდე ახლა უცბად ვნახავ ახლა კიდე რა გელოდება თქვენ ახლა ნახოთ უცბად პირად ცხოვრებაში ამ ერთის განმავლობაში კიდე რას გვაჩვენებენ კიდე ერთი ასეთ რამეს ნახავ და ну პრინციპში ამის შემიძლია დავამთავრო კიდევაც იმიტომ რომ აქ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდება ადამიანი რომელსაც თქვენ მართლა ელოდებოდით რომელიც მართლა თქვენი გული ну ყველა ვარიანტში ნახეთ რას გეუბნებით აქ თქვენი პირადი ცხოვრება იქნება იმდენად კარგი აქ რაღაცა აი უეცრად შეიძლება მაგრამ ისე შეიცვლება რომ თქვენ კმაყოფილი იქნებით ამ ცვლილებებით აი ყველა ვარიანტში ну აგერა თქვენი კიდე პენტაკლების მეფე აქ უამრავი გოგოებს აი უამრავს ვინც
თქვა, არ ელოდებოდა, ან ფიქრობდა, რომ დასრულდა ერთი და იგივე არკანები მოდის და აი ერთი და იგივე. კი, აი სადღაც შორს ყავთ ეს ადამიანი დაბრუნდება თქვენ ცხოვრებაში. კი, და კომუნიკაციას თქვენ ააღდგენთ. უბრალოდ და აქ სხვა შორის, კი, თქვენ აი აქ მაჩვენებენ რას, თქვენ ესეთ ენერგიაში იყავით ეს პერიოდი, როცა ეს რთული მომენტები რო იყო, იმდენად კარგ ენერგიებში, იმდენად გემრიელ ენერგიებში იყავით, რომ თქვენთან ნამდვილად დაბრუნდება, რა ვიცი, აი ბოდიში ამომდის იცით. ანუ მკვდარსაც კი დააბრუნებთ რა. იმისთან ენერგიებში ხართ რა, მაპატიეთ გოგოებო, აი ესეთი რაღაცა არის რა. ანუ ადამიანია, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, ისიც კი აი გამოფხიზნეთ, რომ ენერგიაში ხარ ძალიან გემრიელში და ასეთ ენერგიაზე რა თქმა უნდა, ახალსაც უნდა მოსვლა და ძველს ხო საერთოდ უნდა და უნდა ჩემო ლამაზებო.